2010 წლის კვლევების მიხედვით საქართველოს მთავრობა ბიუჯეტის ღრმა ანალიზისათვის საჭირო ამომწურავ ინფორმაციას არ აწვდის. ამის შესახებ ამერიკული ორგანიზაცია ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობას საკუთარ ანგარიშში წერს. ანგარიშის მიხედვით ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და მისი შესრულების ანგარიშვალდებულების მაჩვენებლით საქართველო მაქსიმალური 100 ქულიდან 55 ქულა აიღო. ეს მაჩვენებელი კი აჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ საზოგადოებისათვის მიწოდებული ინფორმაციის რაოდენობისა და ადეკვატურობის დონე ცენტრალური აზიისა თუ დანარჩენი მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელთან შედარებით მაღალია. 2006 წელს საქართველოს მხოლოდ 34 ქულა დააგროვა. ამერიკული ორგანიზაციის კვლევა მედია საშუალებებს ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობას საქართველოს წარმომადგენლებმა გააცნეს. კვლევის მიხედვით ნიშნავს, რომ მთავრობა საზოგადოებას საბიუჯეტო დოკუმენტაციით ინფორმაციის მცირე ნაწილს აწვდის. საქართველოს ქულა გაუმჯობესდა 2006 წლიდან, როცა ეს იყო 34. ძირითადად ეს გაუმჯობესება არის საბიუჯეტო კანონპროექტის გამოქვეყნების მიზეზით განპირობებული, ანუ საქართველოს ამჟამად აქვეყნებს ბევრად უფრო ამომწურავ საბიუჯეტო კანონპროექტს, ვიდრე ის აქვეყნებდა 2006 წელს.